რო დაინახა შოკში ჩავარდა. მე ძალიან მომწონს, ვაიმე გავედი და ეს განსაკუთრებით ნაძვებზე რო არის ხოლმე ძალიან მომწონს. დიკა მიყვარხარ. მიყვარხარ პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩემი საყვარელი. ვაიმე, ხალხო ბასასი რასაკეთებს? ხალხო ბასასის ხედავთ რასაკეთებს? აი, ცოტნე მე შოკში ვარ, როგორ ვძლებდი ბასასის გარეშე. ხალხო თათი. მე ძალიან მიყვარს ბასასი. მე ხარგად ბოლვარდის თავი არ დაარტყას. თათი შეკეცა. რა ღირსო. რა ღირსო. რა ღირს, კაცო, ბასასი? ლიკლოკი, რა თქმა უნდა. რამდენი წლის არის და 5-ის, არა 6-ის გახდა. მარიამის დაბრუნებაზე ხალხნო ვიცი რომ მაყურებელი რო ითხოვს პროდაქშენი, პროდიუსერები ყველანი ძალიან პანჯინიო, ფისო მაჩკა დიდი მადლობა. დიკა ხო ვიცი რომ ძალიან როცა გვინდა რომელიმე მონაწილის დაბრუნება და ასე შემდეგ. ვაიმე ბასასი დაბრუნდეს მარიამი. მაგრამ ხალხნო რა ვიცი აბა მარიამს უნდა პანჯინიო დიდი მადლობა. ჯავახას გამოვო. ის როგორ წევს ხო ძალიან საყვარელია. მეგობრებო, ვინ იყავით საგუნდაო თუ გარეთ? იმიტომ რომ თბილისში როგორ ხდება, კარგი თოვლია ხოლმე, დილით და მერე ძალიან მალე დნება და არის ხოლმე ჭყაპი. ვაიმე თათი გადმოდო ხალხი. მარიამს გეტყვით ხახლა ჯავახა ენატრება ძალიან. ჰაუსში დაბრუნება რატო უნდა კინდოდეს? მარიამს ძალიან ენატრება ჯავახა. ეს მესმის და ჯავახასთან უნდა ყოფნა. თუმცა ხახლა ანუ ჰაუსში დაბრუნება რატო უნდა კინდოდეს? ჰაუსში დაბრუნება ნიშნავს ნეგატივში, შურში, ღვარდლში ყოფნას. ამ გარემოში ვიცახი ხლა საგუნდაოდ თა ჰაუსის მეტი საქმე არ გაქვს. საგუნდაოდ წავიდე, რას მეტყვით? ძალიან მაგარი ხალხი, ჩემი უსაყვარლესი სექტა, რომელიც თვლის რომ ამხელა ქალი მაკიაჟს რატო იკეთებ, ამხელა ქალი რატო ლაპარაკობ, ამხელა ქალი ყავას რატო სვამ და ასე შემდეგ. ხალხო, აი ეს ბასასი, აი ხო მითხარით. ბასასი ძალიან საყვარელია თუ მეჩვენება. ქუთაისი, ჩემი საყვარელი ქუთაისი როგორ მიყვარს? ხალხო, მე ვარ იმერელი გვარით და წარმოშობით, მაგრამ სამწუხაროდ არსად არანაირი სოფელი არ მაქვს. ქუთაისი ძალიან მიყვარს და აი მე როგორ არ ცხვენდნენ ჩემ საყვარელ ქუთაისს ესენი როგორ არ ცხვენდნენ. ნამდვილი კატარი არ არის სათამაშო. მე ციმერელი ვარო. ეს
ეს რა გაფრთხილება იყო თიკა ვერ მივხვდი ოკეის კი დავაჭირე რომ გამოსთული იყო restricted some audience და რომელი audience უნდა შევზღუდო ეგ ვეღარ მივხვდი რა ვიცი you are welcome არდირა დიდი მადლობა მე და პასასის გვიხარია გულებს რო გიგზავნით რატო კატის გამოჩენა არ შეიძლება ხალხო თუ რა ხდება კატის გამოჩენა არ შეიძლება ყავა რო გამოვაჩინე თუ კატა ყავა რო გამოვაჩინე რატო ყავის გამოჩენა რატო არ შეიძლება აგე კატა აი ეს წერს ხალხნო ნახეთ რა მხელა 9 კილოა კატა და ყავა ანუ შეიძლება ხო TikTok-ზე ხალხნო ანუ რისი გაფრთხილება იყო ანუ ესე დაეწერა უცებ რაც წავიკითხე მე ოკეის restricted some audience და არ ვიცი ეკეიშლები ყავს ეს არის substance in life could harm your health consuming substances for life will could harm your health substances სასმელზე იყო ანუ ყავა აღიქვა შეიძლება ალკოჰოლად არ ვიცი ყავას აღარ გამოვაჩენ ხალხნო მარის ყავს უსაყვარლესი დედა ძალიან ლამაზი გოგოა მარის დედა რამდენი შვილი ყავსო ბიჭი და გოგო მყავს ხალხო შესაძლებელია ყველაფერი არათი კარ მომაკითხა აი გახართ რა კაცები ან ქალები ან ტრანსიან ხალხო ტრანსი გავიცანი წინა ლაივზე რომელიც შემპირდა რომ პრინცესასავით გაცხოვრებო და დაიკარგა აი ეგრე ხალხო არავის არ უნდა ენდოთ ტრანსაც არ უნდა ენდოთ ალგაიღვიძოდი ბაიბი ალადე ბაიბი რა საყვარელია ხო შევჭა ვაიმე ხდავე ტაკები და შევჭა მე ჩემზეც მართლა ძალიან საყვარელია ხალხნო რა გავაკეთო გულებისთვის ძალიან დიდი მადლობა ძალიან მიხარია თქვენი გულები თიკა შესაძლოა რაჭოს მარიამს მოკლედ მარიამის დაბრუნებაზე არის აქ საუბარი როგორც მივხვდი და მესმის ხალხო თქვენი ძალიან კარგად მესმის რომ მარიამის დაბრუნება გვინდა წვილის ყურება გვინდა ძალიან გვინდა რომ მარიამი და ჭავახა იყონ ერთად და ძალიან გვინდა ეს ყველაფერი და რაღაც მაგრამ ეხლა გავიგოთ აბა მარიამს ჭავახასთან ყოფნა გავიგეთ რომ და მაგრამ იმ ნეგატივში დაბრუნება რა ვიცი აბა ეს არის რა თქმა უნდა მარიამის გადასაწყვეტი მოკლედ არანაირი ესე ვთქვათ შეზღუდვები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს თუ ძალიან მოკლედ პროდაქშენი არის და თვითონ ჰაუსის მენეჯმენტი ესე ვთქვათ დამოკიდებული ძალიან მაყურებლის აზრზე და მაყურებლის შეხედულებებზე ხო ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით შესაბამისად თუ ძალიან მოითხოვთ რა თქმა უნდა ეს საკითხი იქნება განხილული თუმცა გადაჭრით ამას ვერავინ ვერ იტყვის ხო იმიტომ რომ
ამბობენ რომ კიდე ახალი მონაწილეების დამატება უნდათ, არ ვიცი, ახალი მონაწილეების დამატება ჯობია, ძველის დაბრუნება ჯობია. ნუ ჰაუსი მარიამის გარეშე ხახნო მე ვერ წარმომიდგენია, რა ვქნა, აბა. მარიამის გარეშე ჰაუსი მე ვერ წარმომიდგენია, იმიტომ რომ ძალიან მოსაწყენია. გუშინ მოსაწყენი ეპიზოდი იყო, ვერც ვუყურე წესიერ. თიკა გუშინ მოხდა რამე საინტერესო, გარდა იმისა, რომ რა ვიცი, ლორენცომ გააპროტესტა ეს შედეგები, რა თქმა უნდა. რამე საინტერესო მოხდა, მე ძალიან უკმაყოფილო ვარ ახალი მონაწილეების დამატებით. ნუ ანასტასია უფრო საინტერესო პერსონაჟია. საინტერესო პერსონაჟია ჩემი საინტერესო პერსონაჟია ჩემი თავისი არაფერზე არ გააჩერა ფერზე TikTok-ის ვიდეოებს რასაც მიგდებთ ხოლმე ხალხნო ეგ ძალიან TikTok-ის ვიდეოებს რო არ მიგდებდეთ მე ჰაუს ჩათვალეთ რომ ვერ ვუყურებ გამორიცხულია კიდევ კარგი რომ მიგდებთ ხოლმე დილიდან მე ხა გადაბრუნდა ხახნო ეს ბურთი დილიდან მაკიაჟის კეთება არ მიზანს შეწონილი იმიტომ რომ მე შეიძლება მთელი დღე ვერ მოიცვალოთ მაკიაჟის გასაკეთებლად ამიტომ დილიდან კვირა შაბათი ეს საერთოდ ძალიან კარგად მუშაობს ვაიმე ბონდო აი ხმაც ამლაშას ბონდოს უგავს ბონდოს მახსენებს ძალიან ხოთა შორის ლორენცომ რო თქვა ბონდოს გავსო მეორე ბონდო არისო აქ შემომიგდესო და მე მგონი მართალი თქვა ამ ბიჭმა ეხლა ეს უნდა განახოთ ჩემი საყვარელი პალიტი პალიტრი არის ეს ვიყიდე ბოლევუში წესრიგებელია და თიკ ალაშო გავარდებაო სამნი იქნებიანო тоже ვარიანტ კი შესაძლებელია აი გუშინდელ ეპიზოდში ხახნო რამე საინტერესო მოხდა არაფერი ხო ვერც ვუყურე წესიერად იმიტომ რომ იყო ძალიან მოსაწყენი და ვიცალი ახლა შაბათ საღამოს არა კაპანაძე ვარ გვარად ესე იგი შაბათ საღამოს ვიცალი ეგეთი მოსაწყენი ეპიზოდის საყურებლად ხალხნო ძალიან მოსაწყენი ეპიზოდი იყო, აი ძალიან მოსაწყენი ეპიზოდი იყო და თუ რამე საინტერესო მოხდა, ხალხნო, რა ვიცი, გამომიგზავნიდით ვიდეოებს და აშკარად არაფერი არ იყო. ანუ გუშინდელი ეპიზოდი მორჩა ხალხნო და ხალხი ისევ მარიამზე ლაპარაკობს. ხვდებით ხო? ანუ ეპიზოდი მორჩა და ხალხი ლაპარაკობს ისევ მარიამზე, რატო ხო არ იცით? ნათია ძალიან მაგარია ნათია გაიღვიძა ანუ სექტამ გაიღვიძა ხალხნო ნათია კი საგუნდაოდ წამოდი წამიყვანე მეტი საქმე არა მაქვს ნათია წამო საგუნდაოდ ხო და რას ვამბობდი მოკლედ იმას ვამბობდი რომ გუშინდელი ეპიზოდი მორჩა პარასკევის მერე და ხალხი ისევ მარიამის თემებზე საუბრობს და ისევ მარიამს განიხილავს. აი, ვინ უყურეთ და ვინ თვლით, რომ რამე საინტერესო მოხდა ჰაუსში გუშინ. ხალხმა არაფერი საინტერესო არ მოხდა. აი, საერთოდ არაფერი საინტერესო არ მოხდა.
გიორგი ლომაძე ძალიან დიდი მადლობა. აი საინტერესო რამ ხდება ხალხმა, აი როგორ ხა უნდა უყურო ჰაუს თუ მარიამი არ დააბრუნეს, ან ვინმე საინტერესო მონაწილე არ შეიყვანეს. აჰა, ანუ ყველაფერი გადაახვია, იმიტომ რომ საინტერესო. ანა, დიდი მადლობა გულისთვის, დიდი მადლობა. გულებს რომ მიგზავნით ძალიან მიხარია. შემდეგ სეზონს დაველოდოთ, მოდი ხო ესე ჯობია. პირდაპირ 20 თებერვალზე გადავრთოთ ან გადავახვიოთ 20 თებერვალს გავიკოთ მაინც ვინ გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, მაგის ვიდეოებსაც ჩამიგდებთ. მარიამი და ჯავახა გესმის. მარიამი იყო მისული ღამე, ხო, მუზემა ტასოსთან დაგეგმეს ჯავახას ოთახიდან გამოშვება და ტასოს შეშვება. ვაი მესმის. მოკლედ ხახლო მუზებს გეტყვით ახლა მე. მუზებს თავიდანვე მოსწონდათ ეგ ოთახი. ლორენა გაიმარჯვებს. მოკლედ მუზებს თავიდანვე მოსწონდათ ოთახი, მე და მარიამი სადაც ვიყავით და გვითხრეს რომ გაგვიცვალეო რა თავიდან ანუ ეგ ოთახი შეხვდა და ჩვენ ორნი ვართო, ორი დები ვართო და გაგვიცვალეო ოთახიო. მუზებს თავიდანვე ეგ ოთახი მოეწონათ. ხო და გოგვების მეორე ოთახს მოკლედ ეს ხო ორ ადგილიანია და აქვს ერთი აბაზანა და სად ახლა ორ ადამიანს რო ერთი აბაზანა აქვს და სად 1 2 3 4 გოგოს აქვს იქ ერთი აბაზანა, ხო? შესაბამისად მე და მარიამმა არ დავუთმეთ მუზებს ოთახი. ეს იყო სულ თავიდან. ხო და მუზებს მე მგონი ეგ ოთახის, მაგ ოთახის ინტერესი დღემდე ჩარჩენილი აქვთ და ჯავახას გამოგდება უნდათ. ხო, ჯავახა დარდობს არა ისაო კიდეო, ვაიმე. ნამდვილი ბლინკ. რატო არ გჯერა ხახნო? აი ეს როგორი ფერებია თქვენი აზრით? ახლა მისვია აი ეს და აი ეს. რომელი ფერი მოგწონთ? მე მომწონს აი ეს და ეს მისვია ახლა და ცოტა ეს ძალიან ღიაფერია. ოკი, კლიფ. თიკა ხო, რა ვიცი, აბა ეგრე გაუბედე. უკან კატა კი ძინავს აი ესე. ძინარა კატა მყავს უკან. სხვათა შორის კატებს ძალიან უყვართ ძილი, ხო? და განსაკუთრებით ჯიშიან კატებს უყვართ ძილი, რატო იცით? მეტი საქმე არა აქვთ. ანუ ჯიშიანი კატები რა შვებენ? არ ნადირობენ, ძირითადად პატრონი აჭმევს და რა აკეთონ და ძინავთ. რაჯისის კატა და სპარსული. ბრიტანული ძალიან საყვარელი, აი ძალიან. ნინი არა. მადლობა მეგობრებო გულებისთვის. თბილისში რა ადგილას ცხოვრობთ საბურთალოზე? მარიამის დაბრუნებაზე მეგობრებო მე მაქვს დიდი მადლობა.
მარიამის დაბრუნებაზე მეგობრებო მე მაქვს ორი კარგი კაკიპატა მარიამის დაბრუნებაზე მე მაქვს ორი შეხედულება ერთი ის რომ ძალიან მინდა დაბრუნდეს მარიამი ჰაუში იმიტომ რომ ჯავახა და მარიამი მინდა რომ ერთად იყონ და რა თქმა უნდა ხალხო მე რას ვამბობდი შერიგდებიან რა თქმა უნდა ჯავახა არის მარიამისკენ და მარიამს ზურგს არ აქცევს რას ვამბობდი გავიხსენოთ მაგას ვამბობდით გვანცა აი რას ვფიქრობ ჯავახა რო არ მივიდა ლაივზე იმენა მთელი ჰაუსი აჭერს მარი არ დაიცვაო ხალხო არ მივიდა იმიტომ რომ ცუდად იყო სასწრაფო ყავდა და ფიზიკურად ვერ ადგა ფეხზე ანუ ცუდად იყო ადამიანი ანუ ფიზიკურად ვერ მივიდა მარიკო ძალიან დიდი მადლობა ფისოსთვის და რაც შეეხება ხო ორი აზრი მაქვს მარიამის ჰაუსში დაბრუნებაზე ერთი აზრია ის რომ მინდა დაბრუნდეს და იყონ ესენი ერთად და ვუგულშემატკივრო მაგორს ერთად ერთი ეგ არის და მეორე ის რომ ისევ მაგ ნეგატივში დაბრუნებისთვის ძალიან მენანება მარიამი მარიკო გულებისთვის ძალიან დიდი მადლობა. კითიკა სასწრაფოს მანქანით უნდა მieყვანათ თურმე ლაივზე და გადასხმებით უნდა დაესვათ იქ. მარიკო ძალიან დიდი მადლობა. ეს არის ჩემი ბუთქუჩა კატა რომელიც გადაბრუნდა და ესეთი მრგვალია რომ გადაბრუნდა შეხედეთ. გიო ბოქსინგ კოუჩი არ არის შანსი დაბრუნების მშვიდად რატო არ არის შანსი ანუ მარიკო ძალიან დიდი მადლობა ყავარ უნდა გამოვაჭი შესაძლოა რომ დაბრუნდეს მარიამი ყველა მისნია მე მგონი რომ შესაძლებელი არის თუმცა პროექტს რამდენად აქვს ახლა გათვლილი 20 თებერვალამდე რომ კიდე დააბრუნოს ვინმე არ ვიცი ეს დათო ხო წავიდა მარიკო ძალიან დიდი მადლობა ეს დათო ხო წავიდა ეს ერთი ახალი მონაწილე რომელსაც ბებო გარდაეცვალა ვაიმე ეხლა გადმოვარდეს ხალხნო ალადი ბებო რო გარდაეცვალა ეს ხო წავიდა ეს ერთ-ერთი მონაწილე და შესაბამისად შესაძლებელია რომ 20 თებერვალამდე რაც ჰქონდათ გათვლილი ერთი მონაწილე კიდე დაამატონ ვერ გეტყვით აი თიკა კიდე აქციები და ისინი აღარ გამაგონო ისედაც ერთი წელია გადაბმულად ყოველდღე აქცია აი კატა ხალხნო მეტი როგორ გაჩუძღა კატას რო ძინავს მე ვერ გავაღვიძებ ხალხნო არ არსებულია იმიტომ რომ ამას რაც უნდა ძალიან ვუფრთხილდებით და ძალიან ესე მარიკო დაგაფოლოვე მოდერი რა გიდა არავინ არაფერს ცუც არ წერს ხო ხედავ მეც ონლაინ ვიქნებიო. გამარჯობა პანდა. გოგა პაპასკერი, მარიამს ისევ ჩართავენო, ვერ გეტყვით. ორი 4 ხო? მაგისთვის რომ მომცეს ესე იგი წითელი დროშა და მაინც იგივე გაუკეთე პრობლემა ხო? სიყვარულის გამო ჩამოვალო, ჩამოდი. მადლობა მეგობრებო ძალიან დიდი გულებისთვის, ძალიან დიდი მადლობა. ბოსის არჩევნები იყო ხალხნო, გამირკვიეთ ვინ არის ბოსი? ой დედა გიო ბოქსინგ კოუჩი დედა არ უნდა დაბრუნდეს მარიამი მაშინ ლაშა მისცემდა ლელუ მისცემდა მაგათ ხმას და შეება ლორენცოსაც მიეცა
აი მე ხალხნო გიო დამიძახელ კაი გიო boxing coach ну ისე მაგათი ტაშფანდური და ისევ ეს ნაღრძობი ნეკნები იქნება შემდეგი კვირაც ინგა ვაიმე ინგა მოვიდა სექტიდან რომელიც თვლის რომ კიდევ ერთ სექტას მივესალმოთ ხალხნო ინგა გამარჯობა ინგა დამიწერე რაზე გინდა რომ გელაპარაკო ინგა მადლობა მეგობრებო გულისთვის ინგა ჰაი ინგა მითხარი რაზე გაგეხარდება რომ გელაპარაკო ინვესტიციებზე ვილაპარაკოთ მოდი ფინანსურ ინვესტიციებზე ჰაუშის მდებარეობა ვინცაც გაინტერესებთ ხალხო საჩუქრების გაგზავნა ვისაც გინდათ და რაღაცების გაგზავნა ეს არის ანჯაფარიძის 5 ნომერი რუსთავი 2 შენობა ელენე ან თავიდან რანაირად მოგწონდა ეგენი ახლა ვნახე ვიდეო მარიკուն ახლა ვნახე ვიდეო სადაც ჯავახა საჭმელი არ გაუკეთესო და მართალია ხახნო საჭმელი არ გაუკეთეს კი არა ვირთხის წამალი რო არ ჩაუყარეს არ გიკვირთ ისეთი მტრული გარემოა და ისეთი ჩაჭერები ხდება რა ვიცი შეიძლება რაღაცის ვირთხის წამალი ჩაუყარონ ფანდურით კარგად ჩანდა და რა ვიციო კი ფანდური კარგზე მიანიშნებდა თითქოს მაგრამ აგერ დავინახეთ რომ სული ამოგხადეს თავისი ნაღრძობი ნეკნებით Forever girl გამარჯობა მარიამი დააბრუნო ხალხნო მე მივესალმები მაგ ამბავს უბრალოდ მე არ ვწყვიტა ვიცით ალბათ ხო დიასამ ბინა ჩადო ბანკში რომ ხმები მიეცა და გაეყვანა რომ მე ერთად იცხოვრონ მასე სადაა გიობოქსი კოუჩი ხუმრობ რა თქმა უნდა რა ლამაზია დიდი მადლობა ხო შევისაფრებო ჯავახა მაჯავრებდა ხობა ძალიან კარგად ჯავახა აკეთებდა გადასარევად ჩემ პაროდიას ესე ლელარხმის ლიდერი ხალხო გავიგეთ როგორც გახდა ნაგაზა კლიკერით რა თქმა უნდა ჯავახა რანაირად აკეთებდა ანუ ჩემ პერიოდს აკეთებდა ხოლმე და ესე ვიდეოც ვარ გადაღებული მარიამი და ჯავახა რო ჩემ პერიოდს ერთდროულად აკეთებდა ესე Forever girls დავაბრუნოთ მუზები რახან გახდნენ ბოსები ხალხნო ტასოს დასვამენ რა თქმა უნდა ხლა ტასო იქნება აუთსაიდერი ტასო ლორენცო ჯავახა ალბათ რა თქმა უნდა ანასტასია ვიდეოს კრიდი ბაქსო მოკლედ რადგან მუზები არიან ბოსები ანასტასია და ჯავახა აუცილებლად იქნებიან გონია ესე რა ვიცი აუთსაიდერება შეიძლება მარი დააბრუნონ ნეტა დააბრუნონ
დიანა სურმავა არ ვიცით სამწუხაროდ რომ ვიცოდეთ აუცილებლად გეტყოდით მაგრამ შეიძლება პროდაქშენებაც თვითონ არ იცის ახლა დააბრუნოს არ დააბრუნოს ვერ გეტყვით გონია რომ ლორენცოცო კი ბატონო ლორენცოს მოშორებაც უნდათ ლორენცოზე ხახნო ყველამ დაინახა რომ ყველაზე ცოტა ხმები აიყო ხო ლორენცომ ეხლა ანუ ლორენცოს ვაიმე ხალხი გიждდება ლორენცოზე ეს მითი დაიმსხრა რაღაცნაირად ხო ანუ ძალიანაც შეიძლება აღარ გიждდებიან ახლა მას მერე რაც მარიამთან გააკეთა მას მერე რაც იჩალიჩა ნუ ეს ხალხი ეთყობა ეგრე ძალიანაც აღარ გიждდება ლორენცოზე აღარ უყურებთ არა აღარ უყურებთ რა ვიცი მარიამის დაბრუნებას ითხოვენ ისევ და გავიფიცოთო თიკ ახლა გაფითვის მოწოდებები რაღა თქვინდა ჩვენ რაღა დროს ჩვენი გაფითვის მოწოდებებია ჩემი საყვარელი გლოსი ეს გლოსი ვის გაქვთ აბა ანასტასია მეც მიყვარხარ არა კაცურად მოიქცა ყველაზე მეტი ზარიქო და ლორენცოს ფასიანიო ნუ ჯამურ ზარებზე ყველაზე ცოტა ქონდა ანასტასია მე მაქო და რა კარგია ხო ძალიან კმაყოფილი ვარ მეც მე ძალიან ბევრი გლოსები მაქვს ხალხრო და ეს არის ახალი რომელიც ყველაზე მეტად მომწონს ახლა ჯავახას დასვა მინუეჭველი რა თქმა უნდა ხახნო ჯავახას დასვა მინუეჭველი იმიტომ რომ ჯავახაზე ახლა რა ჩაჭერა და ხახნო ეუბნებიან რომ შენო აი წარმოიდგინეთ ეუბნებიან რომ შენო გოგო მიატოვეო არა კაცი ხარო ქალზე მოძალადე ხარო ეს გოგო მიატოვეო რთულ დროს არ დაუდეგი გვერდშიო მიაგდეო ესაო ისაო ნუ მოკლედ ჩაჭერა მიდის სერიოზული კი ბატონო ჯავახას გადაკიდა გვანახე გლოსებიო ახლა მოვძებნი მაშინ და გლოსებს განახებთ თუნდაც იყო და ეგერ დაწერა ჩვენმა მოდერატორმა რომ ალბათ სასწრაფოს მანქანი თუნდაც მიიყვანათ და ესე გადასხმით შეეგორებინათ იქ სტუდიაში ესე გადასხმით და წამლებით და აქეთ ერთი ექთანი და ნუ არ ვიცი მოკლედ ხალხო მაგათ აზროვნებას ვერ გაიგებ გულით გაჩვენე ჯავახა მეც მეწოდება, მაგრამ ჯავახა სხვათა შორის მეგობრებო ძალიან კარგად იცის რაღაცების გამკლავება. ანუ მაგარი ბიჭია მაგკუთხით, რომ წინააღმდეგობის გაწევა, გამკლავება რაღაცებზე. მაშინ სად იყო ლილუცები. არსადაც არ იყო ქალური სოლიდარობა, ხახნო რა ქალურ სოლიდარობაზეა საუბარი, არ გადამრიოცად ჩანს მათ ქალური სოლიდარობა. აჭერს და რანაირად იქნება ყველა ჯავახას რომ მისცემენ წითელ დროშას. რა თქმა უნდა ჯავახას მისცემენ წითელ დროშას. რა თქმა უნდა ტასოს მოусვამენ და მესამე არ ვიცი ვინ იქნება. ანასტასიას და ალბათ ამ ახალ ბიჭს როგორც სუსტს დაიტოვებენ ფინალისტვის რომ ადვილად მოუგონ. გააძლიერებს ეგ პატარ-პატარა რაღაცები. მე არ მეწოდება ჯავახი, იმიტომ რომ ვფიქრობ გააძლიერებს ეგ პატარ-პატარა რაღაცები. როგორც ვარაწილეს კი. არის კი მაგაში ლოგიკა. ემილი უკვე დიდად ვეღარ, იმიტომ რომ არიანი რაც გავარდა ხალხო მე ჰაუსის ყურება ძალიან მეზარება ხოლმე 200-ჯერ შემიძლია გადავახვიო. მაგრამ ჯავახა როგორ ხარ გვანცა კარგად მეგობრებო ძალიან დიდი მადლობა გულებისთვის ძალიან დიდი მადლობა გულებისთვის მეც ეგრე ვარო. ნახეთ და ჰაუს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავთ ხო?
შესაბამისად, პროდაქშენისთვის მარიამის დაბრუნება ძალიან ხელსაყრელია, ბევრად უფრო ვიდრე უცნობი ახალი მონაწილეს დამატება, რომელსაც არც გულშემატკივარი ყავს და არც ვიცით როგორ ადაპტირდება ეს ახალი მონაწილე. ამიტომ ყველანაირი ლოგიკით პროდაქშენს მარიამის დაბრუნება ძალიანაც აწყობს ხალხმა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს მარიამს და მარიამის ჯავახას წყვილს და ასე შემდეგ. უსამართლო არ იქნება მარიამი რომ დააბრუნონ? თიკა, უსამართლო რატო იქნება მარიამი რომ დააბრუნონ? მაშინ როცა დაუშვათ რა ვიცი, ნახე, ჩემ დაბრუნებაზე სამართლიანი არ იქნება მარიამი რომ დააბრუნონ, იმიტომ რომ მარიამს უფრო მეტი გულშემატკივარი ყავს და უფრო მეტი მაყურებელი ყავს. რატო იქნება უსამართლო? სხვა გამართნილი მონაწილეები ხო ყველა სხვა დააბრუნებენ, ყველაზე მეტი მოთხოვნა ვიზეც არის იმაზე და ნუ მარიამზე ვხედავთ რომ არის ძალიან დიდი მოთხოვნა. შვილია მარიამი შენიო? არა ხალხნო, ჩემ შვილებზე პატარა არის ასაკით მარიამი. მარიამი არის ჩემ ორივე შვილზე უმცროსი. რო დააბრუნონ და ჯავახა და მარიამი ერთი ხმით იყონო. კი ბატონო. შანსი რა თქმა უნდა არის კი მარიამის დაბრუნების, თუმცა არ ვიცი რამდენად მოხდება ეგ. თამო 20-ის და 22-ის. ბებეთი კაცა საყვარელი ხარ. მე და მარიამი რო ვიყავით ხო ბოლოს და მისზე გამეხარდა მარიამი რო გამოაცხადეს ხალხმა, ისე გამეხარდა რომ რა გითხრა. გვანც არის რაიმე შანსი რომ დააბრუნონო? შანსი რა თქმა უნდა არის ხალხნო. არის შანსი, იმიტომ რომ ხო გეუბნებით პროდაქშენს ძალიანაც აწყობს მარიამის დაბრუნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს. ამას კიდე ძინავს შეხედეთ. ალადი მე ძალიან საყვარლად ძინავს, ხო თუ მეჩვენება ხალხო. ძალიან საყვარელია, შეხედეთ როგორ ძინავს. დათუნია მეგონაო, არა ხალხო, ეს არის ნამდვილი კატა, ცოცხალი. პროდაქშენის ნომერი ესე არ მაქვს ხალხო, მაქვს პროდიუსერების ნომრები, ვისაც ვეკონტაქტებოდით ხოლმე და რა ვიცი ხა, იმათი ნომრებს ვერ მოგცემთ, I'm sorry, იმიტომ რომ რა ვიცი, იმათი ნებართვის გარეშე მე ვერ მოგცემთ ტელეფონის ნომრებს სამწუხაროდ, ნუ ეს ესეა. ლიზა ნომერი მინდა, მე იმ წამყვანის ნომერი. ძალიან delusional წამყვანია, delusional. რომელი კაცი თუ ქალი როა? დელულუ წამყვანი. თიკა, აი რო აცხადებს ხოლმე ვინ დარჩება პროექტში. მალხას ქრივიშვილი. ქალზე ვიძახიო, ხო? ხალხო, აი ეს არსება, ეხა არ არის ძალიან საყვარელი, თუ მეჩვენება. ლელუ მეც მიყვარხარ. ой, ხალხო, რა ხეთრა საყვარელია. აი ძალიან საყვარელია, ხო? გული დამიწერეთ, ვინც ვთვლით, რომ ძალიან საყვარელია, თორემ მგონია, რომ მეჩვენება. ძალიან ლამაზი ხარ, კი, ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო.
ბაჭ არა ნამდვილად თიკა დიდი მადლობა გულებისთვის მეგობრებო გულებს მე მიწერთ ხოლმე თუ ბაჭის ბასასი მუზებმა გააკეთეს საუზმეო და ხალხო მე შოკში ვარ ესე იგი მუზებმა გააკეთეს საუზმე და არ გაუკეთეს ჯავახას თუ რა ჯანდაბა მოხდა ხალხო აი ეგეთ მარაზმებს ვეღარ ვუყურებ უკვე მუზებს გააკეთებული საუზმე ვის რაჭრებდა ჩემი ძაღლი უკეთეს აკეთებსო აი მე ხალხო ვერ გეტყვით რა გული აუ განსაკითხო თქვი ანდრია და გული გამიკეთე ოღონდ დაითვალე ანდრაო დაბრუნ ქუთაისის გულში ხო ქუთაისს უდად ძალიან დაბრუნება კი მარიამ და ჯავახა ხალხო შერიგდებიან აპარასიზავენ დაშორდათ ქეთი ჭანტურია ნაჩხუბრები იყვნენ მაგრამ დაშორებულები არა და შერიგდნენ მაგიტომ არ მიდიან ქუთაისში ხო იქ პატრულირებენ რუსთავი ორი შენობასთან რომ რაღაც არ იგრივე შევარდნენ ქეთი ჭანტურია ძალიან დიდი მადლობა სტარგელ ნახულობ ხოლმე კი რაიც ქუთაისი მარიამი დავაბრუნოთო ხო რა თქმა უნდა მარიამის დაბრუნება უფრო გამეხარდება უბრალოდ არ ვიცი ხა მარიამს უნდა დაბრუნება ხალხო მაგ ნეგატივში და მაგ ლანძღვაში და კიდე მუზების ნაღრძობი დეკნების სიბაში ქუთაისში არა ძმები არ არიან ეგენი არიან ძმაკაცები მეგობრებო ვინ მიდიხართ საგუნდაოდ მე არა თქვენ უკვე იყავით საგუნდაოდ ეხლა თბილისში მოკლედ ესე იცის ხოლმე არ ვიცი თბილისიდან ვინ არ ხართ მითხარით ესე იგი თბილისში არ ხოლმე ესე ძალიან მალე დნება თოვლი იმიტომ რომ მანქანები რო იწყებენ მოძრაობას და გამონაბოლქვი რო არის ხოლმე ძალიან ნუ მალევე დნება ხოლმე თოვლი და დილით არის ხოლმე მხოლოდ ეს თოვლი ნუ დღის ბოლოსთვის იქნება სუჭყაპი თბილისის გარეთ თბილისის გარეთ კარგია ხოლმე იმიტომ რომ შედარებით რეგიონებში არის უფრო შედარებით ცოტა მანქანა და უფრო ჩერდება ხოლმე თოვლი მე ბათუმიდან კარგი აუ ბათუმში ხალხო ულამაზესია თოვლიანი ბათუმი აი ულამაზესი ბაჭ რატო ჩხუბობ ბაჭ
ბახ თუ ბაჩ მე ბათუმიდან ბათუმი არის ხახნო ულამაზესი ზამთარში თოვლიანი ბათუმი არის მე ქობულეთიდანო ელენე რა მაგარია ქობულეთში თავს ხოლმე სტარგელმე ყვარლიდან კახეთი უსაყვალეს კასპი გამიგია კი ბატონო კასპი გაგიგიაო კი გამიგია კასპი სასწაული იუმორი გაქვთ კასპში აი სასწაული ანუ მუზების საჭმელზეც არაფერი არ უნდა ვთქვათ კარგით იკა კახელი ვარ ვები კახეთი ძალიან მიყვარს განსაკუთრებით აი თუ რაღაცა მინდა ხოლმე შაბათ-კვირას ქალაქ გარეთ წასვლა რა თქმა უნდა კახეთი ვაიმე გაიზმორა ხალხო გაიზმორა ნახეთ როგორ გაიზმორა ეხლა გამოვათრევ მაგას და ძალიან ბევრი უნდა მოვეფერო ახალდაბაც გამიგია კი ბატონო ორი ახალდაბაა ხო ერთი ბორჯომთან და ერთი არის წყნეთთან თამო საქმროც კახელია არ მყავს საქმრო თამო მარიამ და ჯავახაძან ენა მიიგდეო ვისევნებით ხალხო ყვარელში რა თქმა უნდა ყოფილვარ ხალხო ძალიან მიყვარს ყვარელი ზუგ დიდი ვაიმე ბაფრენ მეგრულ საჭმელებზე ზუგ დიდი ფანტასტიკური ზუგდიდში არის ხალხო ერთი რესტორანი დიარონი ზუგდიდიდან ვინხართ დამიწერეთ დიარონი ვაიმე ადგა ალა დი რატო ადიქი ბაჭი რატო ადიქი დედო ხახრო რა საყვარელია შეხედეთ ეხლა რატო გაიღვიძა მე მგონი მუსიკები რომ მორჩა მაგიტო ვაიმე დააცემინა ხალხნო ძალიან ხახნო კიდე წვება ანუ ხა გაიღვიძა სულ ეს იყო და ისე ვიძინებს ისე დაწვა ძალიან სასაცილო კატა ნეტა დააბრუნონ მარიამ ნეტა დააბრუნონ ფისო ისეთი ლაბაზი გყავს როგორიც შენო ძალიან დიდი მადლობა ხახნო მე მგონია რომ შულებიდან ყველაზე მეტად ეს მგავს შერიგდებოდი ხალხო მე რას ვიცახოდი ანუ ჩემ ლაივებს ვინც უყურებთ ხალხო პროგნოზებში მე არ ვცდები მინდა გითხრათ და რასაც ვამბობ ხოლმე ის ტერელ დავიწყე რომ წავიდა ბარბარე არიტი რო გთხო ვიცი რომ მიაკითხა ვიცი ფანჯარასთან მეგობრებთან ერთად ჯახას მეგობრებმა არასთარგელ აღარ მინდა ელენე არ დაიჯერო შენ ეგ ამბავი არსად წამსვლელი ეგ არ არის ეგ იყო ეხლა ვითომ მაყურებლებს და იმებს აშინებს რომ ეს ხაუმეო პროექტის რა საწამსვლელია ძაღლი ცოტა ყავდა ვემე ძაღლი ყავს უსაყვარლეს მე მოკლედ ტელეფონის ქავერზე ეყენა მარიამს ძაღლის ფოტო და აი ესეთ ფერებში რა მე როთვა მაქვს მარიამის ძაღლი არის ესეთ ჩემი თვის ფერებში და ესე ღია ყავისფერი და მეუბნებოდი ხოლმე რომ ძაღლი მეთქი მე მგავს თქო ვადიმისი ბარ მხოლოდ მარიამი რო წავიდა იმდენ ვიტირე ხალხო მარიამის წასვლა მეგონი მთელი საქართველო აატირა მარიამ შერიგდებთ რაც თავარია მარიამ და მე რა გითხარით აი რა გითხარით გაიხსენეთ შერიგდებოდნენ აბა რას იზავდნენ პარიზის ბილეთებს მეცველოდები პარიზის ბილეთები პაპა რაც აჩუქა ძალიან მიხარია მოკლედ
ანასტასიას უნდა გლოსები, ანუ გაჩვენებ ახლავე თმა და სხვა ფერიც გქონია. თამო მე ბუნებრივად ქერა ვარ და უფრო ადვილია ჩემთვის ქერად შეღება, იმიტომ რომ გაღიავების და ების გარეშე ვიღებავ ხოლმე. ადრე მქონდა რიჟად შეღებილი, ერთი პერიოდი ძალიან მომწონდა რიჟათმა, მაგრამ რა ვთქვა, რომ ქერაზე მეტად მიხდებოდა, არა, უბრალოდ მუღამი მქონდა, რომ მოდი რიჟად შევიღებო, ანუ წითელი თვა მქონდა და თვითონ ეს ფერი კი ძალაბაზი ფერი იყო, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ ქერაზე მეტად ვიხდებოდა. მე თუ კიდე ფოტოსაც დავდებ. კი ხალხი სპამავს, რომ დააბრუნეთ ვარიამიო. კი რიჟა მქონდა და ძალიან ისევ დაიძინა, ხო? იმიტომ ნახეთ, მეტი საქმე არ აქვს, აი ზამთარში განსაკუთრებით აივანზე არ გადის, იმიტომ რომ ის რომ არის მეტლახი თათები უცივდება. ანა მარი, დიდი მადლობა გულისთვის. ისევ დაიძინა, ხო? Love you so much. ანა მარი, დიდი მადლობა. ხო და მოკლედ რას ვამბობდი? წინდები ჩავაცვო, არა მაქვს კატუზი, ახლა შუბა აცვია და რაღაც წინდები, მაგრამ ესე თათები უცივდება ხოლმე, შეიძლება რაღაცა დავუფინო პატარა ხალიჩა, რომ აივანზე გავი. არიან დები, ტყუპი დები რო არიანო რაო. ქეთი ჭანტურია, ტყუპი დები რო არიანო, ხალხო არ არიან ეგენი ტყუპები, 3 წელია სხვაობა. არ მინახია მეგობრებო გუშინ. თიკა არ მინახია. აუცილებლად ვნახავ. აუცილებლად ვნახავ, ხალხო, აბარა რომ მიწერთ ხოლმე მოგენატრა თუ არაო, მომენატრა აბარა. არავინ არ იცის გეთანხმები, იმდენ სიტყვები ან ხალხნო მაგ ჰაუშის მონაწილეები. ქუთაისსა და ვიცი იტყვებოდნენ ასაკზე. ძალიან ბევრს იტყვებოდნენ, რატო იტყვებოდნენ არ ვიცი. ყველაზე უფროსი მე ვიყავი მანდ და მე არ ვმალავდი და ვამბობდი ჩემ ასაკს და ესენი თან ბიჭები მალავდნენ ასაკს და ძალიან ბევრს იტყვებოდნენ. კი თამოკი ამ კურაში ჯავახაიჭდება ყველა ვარიანტში, რა თქმა უნდა, ხალხო და მიუსვამენ ტასოს. ლეუს კლიკერები ჩართეს და მაგიტო გახდა ხვისტერიო. თავისთავად მაგაში ორი აზრი არ არსებობს. ნამდვილად მასე იყო და ხა ყველა გავიგეთ რა თქვა უნდა და მაგიტო იყო გუშინ გაგიჟებული და ისტერიკებში. ჰაუსის ახლა მომივიდა ჰაუსის ლაივიო. Forever Girls რა ლაივი მოგივიდა მოკითხა ნიკას ქეთი ჭანტურია. ხო ვიდეოც დავდე, ვინმე თავი რომ დადგას ესოში შევიკრიბებოდით 100-150 კაცი. 100-150 კაცი შეკრება რა ბიზნესთვის, ანუ რა უმღერის ჯავახას ასაყარლობა იყო. ხო, ეგ სიმღერა მაგ წვილი სიმღერა, სულ მაგ საუნდზედოთ ხოლმე ვიდეოები და მართლა ძალიან საყარლობა იყო, რა ვიცი. ვისაც არ გესაყარლებათ ხალხო, აი მართლა გგონიათ, რომ კიდე ფიქრობს ვინმე, რომ ფეიკი წვილია, არანაირად არიან ფეიკები. Starkel House-ის სახლი არის რუსთავი 2-ის შენობაშია, სტუდია შენებული, ანჯაფარიძის 5. თიკა რატო უნდა წახვიდეთ შენობასთან?
თამო კარგად ძალიან სასაცილოები არიან მარიამის ხალხო, ესე იგი, მარიამის დაბრუნება რომ მოითხოვოთ, იკრიბებით. ანუ ვიფიცებით, ესე იგი, გაფიცვა, ესე იგი, შესაბამისი მოთხოვნებით, რომ მარიამი დააბრუნონ, ისე რომ მარიამს ჯერ არ ვეკითხებით, რა თქმა უნდა. და შენობასთან გავშლით კარვებს და ვიქნებით იქ სანამ მარიამს არ დააბრუნებენ. ხალხო, ძალიან საყვარლები ხართ. ლელას სახე ნახეო გუში ხალხო, ვერ ნახე, იმიტომ რომ ლელამ სახე დაკარგა. ჰაი გვანც, ჰაი. მარიამს უთხარით რომ ძალიან მიყვარს ხალხო. ვაიმე, კაცი შენთეს ვიდარი. შენ ჩამხთე და მე რა ვიცი. ვაიმე, ბოდიში უკაცრავად ქითი დავეწივა. კარგი, წარმატებული, კარგ დღეს გისურვებ. კარგად. ვაიმე, ხალხო, რაღაცა დავეჭირეთ. არ ვიცი როგორ გაგიყვანო და შეიძლება რომ შენის გახვიდე. კი, რა პრობლემა. უკაცრავად ბოდიში. შეიძლება კაი ბიჭი იყო ხალხო. მარიამის ჩატში ჩაგაგდეთიკა. და მე რაღაცა დამეჭირა მოკლედ და ჩაერთო რაღაცა ძალიან კარგი მანქანა იყო და შეიძლება როგორი კარგი მანქანაც იყო, ესეთივე კარგი ბიჭი იყო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მანქანა ჯობია ხოლმე ბიჭს. ინსტაგრამზე ჩაგაგდე. მე დაგამატე ინსტაგრამზე ჩათებში. მარიამის ფანდომ ესე ქვია. ელიან შენს დაგამატებ. ლიზი გოგო, დიდი მადლობა. ბასასის კიდე ძინავს ხალხნო. თიკა ჩაგაგდე ინსტაგრამზე და ფეისბუქზეც არის რამოდენიმე ჩათი. ძალიან სასაცილო იყო, მოკლედ ედითები ვნახე. ედითები ვნახე, მოკლედ. დიასას 27 კვადრატი, ლელუს 27 კვადრატი და ორივე შეერთებენ და ექნებათ რამდენი 54 კვადრატი და ამ ერთობლივ 54 კვადრატის გამო ხალხო დახოცეს ერთმან არ ვარ არავისთან და ამ ერთობლივი 54 კვადრატის გამო ხალხო მართლა რა საშინელებებს აკეთებენ, მე შოკში ვარ. მე ესე მგონია რომ სულ რა არაფერი ჯილდო არ იყოს, ეგენი მაინც ესე მოიქცევენ, იმიტომ ესეთები არიან. თიკა რა ინსტაგრამზე ჩაგაგდე. TikTok-ზე არ ვარ არც ერთ ჩატში, ვარ ინსტაგრამზე და მესენჯერში მარიამის გულშემატკივრებთან. უსაყვარლესები ხართ ხალხო, მარიამის გულშემატკივრები ხართ, უსაყვარლესები, გულებისთვის ძალიან დიდი მადლობა. ნახეთ, ყველგან არ მაქვს მე, ყველა ჩატში არ მაქვს დამატების ოპშენი, ანუ ფუნქცია. ყველგან ვერ დავამატებ ადამიანს და სადაც მქონდა ეს add ხო, რომელ ჯგუფშიც იყო, იქ დაგამატე. თავიდან დაგამატებ, არ ვიცი, თავიდან დამატების ფუნქცია ექნება თუ არა.
წიწილა ერთმანეთზე უარესები ხართ. რაო წიწილა, ვინ ვართ ერთმანეთზე უარესები? ნანუკამ გაიგო წიწილას ნათქვამი. ნანუკა რაზე? წიწილა თვლის, რომ ვართ ერთმანეთზე, მარიამი ლაივში ჩართეთ, ხო? თუ არის ახლა შემოსული, ჩავრთავ. არ არის ხალხნო და გიყოთ აბა. კი არის, არ არის ხალხნო, შეიძლება მისი მსგავსი არის ვინმე. წიწილა, შენ შეიძლება შენ თავს არ აძლევ უფლებას, რასაც ფიქრობ ის ილაპარაკო, იმიტომ რომ რა ვიცი, სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ წიწილას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მე მაქვს იმის თავი, რომ რასაც მინდა იმას ვილაპარაკებ და წიწილა ამ დროს არის აწიწინებული. მარიამის ძალიან ბევრი აკაუნთი შეიქმნა ხალხო და უყენიათ ზუსტად იგივე ფოტო და აწერიათ მარიამ ყარყარაშვილი, მაგრამ მეც ამრევია ზოგჯერ მეგონა რომ მარიამ იყო ლაივში და სინამდვილეში მარიამის ლაივი ქონდათ ჩაწერილი და ქონდათ გაშვებული. მუხრან კამაშიძე. მუხრან შენ ვისი გულშემატკივარი ხარ? ხალხო მეტი გამოწერი ვისაც ყავს ისა ნამდვილი. კი გეთანხმები, მარიამს ყავს 30,000, მე მგონი აღარ მახსოვს, მაგრამ არის ერთი პეიჯი მარიამი ქვია, იმასაც მარიამის ვიდეოები უდევს და იმას ყავს 35,000 გამომწერი, თუ რაღაცა 34 თუ 35,000 გამომწერი და ბევრჯერ ამერია. წიწილა არის ძალიან გამწარებული. წიწილამ დაწეროს რატო არის გამწარებული, მეც მაინტერესებს. ინსტაგრამზე ხალხო ვინც მყავ ხართ, მომწერეთ და მარიამის ჩატში დაგამატებ თუ გინდათ რა ვიცი. ინსტაგრამზე რომ დამატებ, ბარბარე მომწერეთ და დაგამატებ. გვანზე შენ წამოდი მაინც სად თიკა საგუნდაოთ თუ სად? მამა ფლექს კი მარიამ შეიძლება დაბრუნდეს. ბასასი წამოვიყვანო? შოქში ჩავარდება. ხახნო ბასასი რო თოვლში გავუშვა, შეიძლება დაიკარგოს, ვერც დავინახო სად არის. და გაწერია ხახნო ესეთი ზაფხულის პეიზაჟი მაქვს, მაგრამ რა მაწერია აღარ მახსოვს. რა მაწერია აბა? მე უკვე ვამხედავ საკისებლად და ამიტომ ბონდო არ გენატრებაო, არა.
თვითონ არის თოვლივით ხო ნახეთ მასაში ხალხო ალადე ემილი მამულაძე არ ვიცი TikTok-ზე ჩათები არის თუ არა არ ვიცი დააბრუნდა მეორე ბონდო კი ლაშა არის მეორე ბონდო ჩემი აზრით ლაშა ძალიან გავს ბონდოს ხალხო თემის ვერსიაო ხო აი ხმა მაგალითად ლაშა რო ლაპარაკობს გონია რომ ბონდო ლაპარაკობს ხმით და საუბრის მანერით ძალიან გავს ჰაოსის კალია მოცეკვავე ბაქტერია რას აღარ ვეძახდი მაგ საწყალს ვაიმე ინსტაზე რამა წერია და იგივე რაც TikTok-ზე გვანცა სუპერნოვა იგივე მაქვს ინსტაზეც ყოველ დილით შავა კოსტუმში კი არა ყოველ დილით იყო ბოღმაში გამოწყობილი ჯავახამარტო კობა დადიანი გამარჯობა კვანცა თავს დავდებ ლაშა რო გავა ბონდოსთან და აჩისთან იქნება ხახნო ბონდოს და აჩის გაერთიანება მე ძალიან მიყვირს შოქში ვარ ამაჩიკოსის ბონდო რა ჯანდაბათ უნდა ხახნო რა ის ეტიკეტი უნდა ასწავლოს ბონდომ და რა ის დარბიან და ბანანს ჭამენ და რა მადლობა ხალხო მადლობა ჰავში არ ვიღიმოდი ხო მართალი ხართ ლისი გოგვა ძალიან დიდი მადლობა ჰაოში ცინიკურად ჩაიღიმებდი ხოლმე და მე ჰაოში ცინიკურად ჩაიღიმებდი კი არა რატო მარიამზე უარესად არ გავლანძღე ეგენი ეხლა მიყვარს ესე როგორ შევიკავე თავი აი მართლა გეუბნები ჩემ თავის მიყვარს რომ ჭიქას ნუ აჩენო ხო აღარ გამოვაჩენ იმიტომ რომ რაღაცა ის გონია TikTok-ს ალკოჰოლური სასმელი ანუ ყავას ვერ ხვდება ალკოჰოლური სასმელი გონია და მე გაფრთხილებას მიწერს მოკლედ ესე იგი ხახო მართლა გეუბნებით ჩემი თავის თავშეკავების მე თვითონვე მიყვარს აი მე თვითონვე ვარ გაკვირვებული როგორ შემეძლო როგორ შევძელი რომ ამათ ამდენი მოგუთმინე მართლა შოქში ვარ ბონდო ჰაუსის კალია გეთანხმებთ მესიჯი ნახავ აუცილებლად ხალხო რასაც მწერთ ეხლა მეგობრებო სიმართლე უნდა ვთქვა რა ვქნა პასასის ძინავს არ ვაღვიძებ პასასის და ვამბობთ სიმართლეს მოკლედ მეგობრებო ესეთი ვითარება
ჰაუსი გახდა უკიდურესად უინტერესო მარიამის გარეშე. მარიამი რო არ არის, ჰაუსის ყურების არანაირი ინტერესი არ მაქვს. ვის მოგეწუნათ მაგალითად გუშინდელი ეპიზოდი, სადაც მარიამი არ იყო და სულ მარიამზე კი ლაპარაკობენ, მაგრამ მარიამი არ არის ჰაუსში. და ვინ ჩართო ჰაუსი დიდი ინტერესით და ვინ უყურა ჰაუსს მარიამის გარეშე, ვის მოგწონთ ჰაუსი. ფაქტია, რომ გახდა უინტერესო. ამიტომ მარიამის დაბრუნებაზე მოთხოვნა ძალიან ლოგიკურია, უბრალოდ ჯერ რაც უნდა გავაკეთოთ, ალბათ არის ის, რომ მარიამს ვკითხოთ, უნდა თუ არა დაბრუნება. მე რო არ ვიყავ. ჩემ დროს ჰაუსი იყო ძალიან გასართობი ხალხი. აი პირველი კვირა მოკლედ იყო გასართობი რა. ვაიმე, არ გადმოვარდედე. ვაიმე, ნახეთ რა შეება. ხალხი, ეს ნამდვილია, იცოდეთ. ეს არის ნამდვილი, ეს არ არის სათამაშო, ეს არის ნამდვილი ბასასი. უბრალოდ ესე ძინავს ხოლმე. ხო და მე რო არ ჩემ დროს იყო ჰაუსი ძალიან გასართობი რაღაც, აი ძალიან გასართობი რაღაც იყო და მოდი ვთქვათ სიმართლე, რომ მე ნელ-ნელა დაიძაბა, ვინ შემოიტანა პირველი ნეგატივი ჰაუსში გეტყვით. პირველი ნეგატივი ჰაუსში შემოიტანა ლორენცომ და ბონდომ. ან ბონდომ შემოიტანა და მე ლორენცომ ვერ გეტყვით. ლორენცომ უფრო მეტად და ჩვენ ჭორაობებს ეხო ძალიან მომენატრა. მოკლედ პირველი ნეგატივი ვინ შემოიტანა ჰაუსში? ლორენცომ. და შემდეგ ძალიან დიდი 10 მაგი ნეგატივით შემოვარდა ბონდო, რომელიც არ ვიცი ხახნო ჩხუბები მათებრო, დიდი მადლობა. ჩხუბები ბონდოს შემთხვევაში ჩანდა, მათებრო, დიდი მადლობა. ვაიმე, რამდენი გულები მაქვს. დიდი მადლობა, მათებრო. ნეგატივი შემოწესლამ შეიტანა მანდ. იმიტომ რომ მე წარმოდიდგე წითელი დროშები დამიწერეს, იმიტომ რომ პაროდია გავაკეთე. ხახო და პაროდია კი არა, რეები ხდება ახლა. მოკლედ თავიდანვე ამ ნეგატივზე ვამბობდი, ხო? ანუ თავიდან ვიყავით ძალიან ესე ვთქვათ, ჰუ რაღაცა ესე ვერთობოდით. ავად თუ კარგად ვერთობოდით, იმიტომ რომ მართალია მუზები თავის საშინელ იმებს გვასმენინებდნენ, მათებრო, დიდი მადლობა. მაგრამ კაი ჯანდაბას, ხო, მაინც გასართობი იყო. შემდეგ რა მოხდა მოკლედ? დაიწყო ბონდომ, ანუ ბონდო თავიდან ნუ ჩემთან და მარიამთან იყო ეს რომ ვაიმე რა ლამაზები ხართ და რა გასხივოსნებულები ხართ და რა კაი ფორმაში ხართ და მე ეს შავი კომბინეზონი რომ მეცა მოკლედ სულ ესე ვატრევთ და ვაიმე რა კარგად გამოიყურები და რა კარგად გამოიყურები და ერთ კვირაში დაიწყო რომ რას გავხართ, ფუიეშ მაქს და ასე შემდეგ და უცებ შეიცვალა ძალიან დიდი ნეგატივით და უცებ აღმოჩნდა რომ თურმე ბონდო კეთილგანწყობილი კი არა ძალიან მტრული განწყობით ყოფილა ჩვენდამი. საუბარია ჩემზე, მარიამზე და ნუ მუზებსაც კარგად აბუნინგებდა ხოლმე ჩაცმაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ მაგასო თავით გავანებოთ, თურმე რატო აკეთებს ამას ბონდო. თურმე რატო აკეთებს ამას და გადახედა, გადმოხედა და ნახა რომ კოალიცია სადაც ლელო არის უფრო მოძლიერებულია, იქ ჯობიაო და ლელუს შეუერთდა კოალიციაში. რა ლამაზი ხარო, ძალიან დიდი მადლობა. ნუცაკილაძე, გვანცა მიპასუხე მიყვარხარო, მეც მიყვარხარ ნუცაკილაძე. და შესაბამისად, ანუ ეს ვაიმე არ გაიღვიძოს ხო ხნო, ვაიმე მგონია რომ ბონდოზე რომ ლაპარაკობ კოშმარები ეს იზმრება ხალხნო, არ ვიცი. და ბონდომ გადაწყვიტა რომ კოალიციას შეერთებოდა, კოალიციაში იყვნენ ქუთაისელები, ზუკა გუგა, მუზები და ლელუ. იფიქრა რომ მე ახლა ამათთან ყოფნა უფრო მაწყობსო
და შესაბამისად მას კოალიციაში შეერთებას არავინ არ უშლიდა უბრალოდ ჩათვალა რომ რახან ლელუსთან ყოფნა უნდა ჩვენ უნდა გლანძღოს რომ ლელუ გაეხარებინა ასეც მოხდა ბოდორო ჩვენ გლანძღავდა და ჩვენზე საშინელებებს ლაპარაკობდა ლელუს ეს ძალიან აბედნიერებდა და შესაბამისად ძალიან კარგად დაწყვილდა ბონდოსთან თვითონ ჰაუსში. პარალელურად ბონდოსთან რო დაწყვილდა, ახლა მარტო ბონდო რას ეყოფოდა ლელუს და ამიტომ გარეთაც მოძებნა ბონდოს უნდა ვეჭურავ ერთხელ რაო, თიკა შენ ფრთხილად იყავი. ხო და მარტო ბონდო არ იკმარა, მოკლედ ლელუმ და ასევე მოძებნა და მონახა გარეთ კიდევ ერთი Stay cold, კი ბატონო. და მოკლედ აი ესე კლიკერებით მოაღწია აქამდე. ჯავახას ჩემი აზრით, ჯავახარის მონაწილე, რომელსაც ჰაუსში როგორ გითხრა, ყველაზე ცუდად ექცევიან ხალხო, ეხლა თქვენ რაც დაწერეთ, რომ მუზეუმმა საუზმე გააკეთესო და ჯავახას არც აჭამესო. ეს მე არ გამკვირვებია. საერთოდ არ გამკვირვებია და რატო? იმიტომ არ გამკვირვებია, რომ ჯავახაზე იმხელა ნეგატივი და იმდენი ზეწოლა მიდის ახლა, რომ ყველანაირად ცდილობენ ანუ ქალზე მოძალადეს არაკაც და ფეიქს და ყალბს და აფერის ცხო ეძახიან და კიდევ უფრო უკვე სახელების მოსმენითაც დავიღალე მაგ ხალხს თუ ხალხო მეც დავიღალე. თან გონია რომ მაგ ხალხის სახელს რომ მოისმენს ბასასის შეიძლება კოშმარები დაესიზმროს. არ მიკვირს. აი საქმეც მაგაშია რომ საერთოდ არ მიკვირს. საერთოდ არ გამკვირვებია ის რაც ლორენცომ გააკეთა მარიამთან. ანუ ეგეთი ადამიანია ხალხო. შორტ ჯავახასი რა თქმა უნდა. ლია ასათიანი ბასასიც ხელს გვიწყობს. Stay cold თათული. კი ბატონო ბასასიც ხელს გვიწყობს და რას ვამბობდი მოკლედ გავახსენეთ ხალხო. ლორენცო თავი გადარჩეს ნებისმიერ გაწირვასო. ხოლო ლორენცო მიუხედავად იმისა, რომ ესე ვითომ მარტო მოდის ფინალისკენ ესე მოიჩოჩება, მაგრამ სინამდვილეში ლორენცოსნაირი სტრატეგია და ლორენცოსნაირი თამაშის მეთოდები მან და რა ვიცი არც ერთს არ აქვს. რატო დარჩა ლორენცო? იმიტომ რომ ლორენცო ძალიან მომგებიანი მოთამაშეა პროექტისთვის, ხო? გასაკვირი არ არის. ლორენცო არის მოდი ვთქვათ, რომ ნეგატიური ადამიანი შეიძლება იყოს საინტერესო, მაგალითად. აი ახლა გეტყვით. ნეგატიური არის ცალსახად როგორც პიროვნება, ანუ დადებითი პერსონაჟი ვერასოდეს ვერ იქნება ლორენცო. დადებითი პერსონაჟი არ არის, მაგრამ საინტერესოა. და ახლა ლაშას რაც შეეხება, არც საინტერესოა და არც დადებითი. კარგად ამოიჩემა თავიდანვე, კი ბატონო. ხო და ნახეთ უარყოფითი პერსონაჟი შეიძლება იყოს საინტერესო. ხა რამდენი ფილმი, რამდენი წიგნი გინახიათ, რომ პერსონაჟი არის უარყოფითად წარმოჩენილი, მაგრამ გაინტერესებთ, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომ საინტერესოა, ხო? შესაბამისად, ლორენცო მოდი ვაღიაროთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მალხაზია ამხელა კაციო, ძალიან საყვარელი კაცია სხვათა შორის. ხო და მოდი ვაღიაროთ ის, რომ რადგან უარყოფითი პერსონაჟი არ ნიშნავს, რომ საინტერესო არ არის. პირიქით, ძალიან საინტერესოა. ლორენცო ისეთ რაღაცებს აკეთებს, მოკლედ, რომ ყველა ვარიანტში საინტერესო იქნება. უბრალოდ აქ არის მეორე საკითხი, რომ რამდენად არის საკმარისი საინტერესოობა, ანუ პროექტში დარჩენისთვის საინტერესო არის საკმარისია, მაგრამ რამდენად საინტერესოა, რომ გამარჯვებული გახდეს, ეს აღარ ვიცი უკვე. ნახეთ,
რადგან პროექტში დარჩენისთვის საკმარისია საინტერესოობა, თუნდაც ნეგატიური ადამიანი იყო და ნეგატიური პერსონაჟი, მოგებისთვის რამდენად არის ეს საკმარისი ვერ გეტყვით. ამას ვნახავთ აგერ 20 თებერვალი მოვა. მე ძალიან მჯერა და მგონია, მოკლედ ჩემი ვარაუდია, რომ ფინალისტი ნამდვილად იქნება ლორენცო, უბრალოდ არ ვიცი გამარჯვებისთვის კიდე რეებია საჭირო. გამარჯვებისთვის ბევრი რაღაცებია ზოგადად საჭირო. ანუ ხალხის სიმპათიაც უნდა იყოს რაღაც ეტაპზე, ხო? კლიკერებიც საჭიროა. იქ რომ დავშვათ, ნახეთ ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომელსაც შეიძლება მოწონხარ, მაგრამ ის რომ აადგეს და მთელი დღე ამესიჯოს, ეგ კიდე სხვა თემა, ანუ ფოლოვერი მოწონება და ასე შემდეგ შემთხვევაში არ არის ხოლმე საკმარისი იმისთვის, რომ იჯდეს მთელი დღე ადამიანი და გიმესიჯოს, ოღონდ შენ მოიგო. ეგ კიდე სულ სხვა თემაა. ახალი სეზონი მინდა ახალი სახეები, ხო, ახალი სეზონი, ახალი სახეები, უბრალოდ მათე ბრო დიდი მადლობა. უბრალოდ ერთი ვარიანტია მანდ, რომ მე რო არ ყოფილიყავი მონაწილედ, ალბათ არ დამაინტერესებდა ხალხო, არ ვიცი. შეიძლება მე არც ერთი სეზონი არ მიყურებია, იმიტომ რომ არც მე არ ვიყავი და არც ჩემი რომელიმე ახლობალი. მადლობა მათე ბრო, ძალიან ბევრ საჩუქრებს ჩუქნის, მათე ბრო არის ნამდვილი მამაკაცი. ხო და შესაბამისად წინა სეზონებში მე არ ვიყავი, ჩემი არც ერთი ახლობელი არ იყო, შესაბამისად არც მიყურებია ხალხო, იმიტომ რომ ფიზიკურად არ მაინტერესებდა. თიკა, ეხლა რომ ვიდეოებს მიგდებ ხოლმე და ჩემი შვილიც მიგდებს ხოლმე რაღაც ძალიან სასაცილო ვიდეოები, იგივე. აი, ანი ყიფშიძე, ხო? სწორად ვამბობ სახელს და გვარს. ანი ყიფშიძის ვიდეოებზე ძალიან ვღადაობ ეს კოსტას და ნაზღაიძის და კოსტას და შეროზიას თუ რა ქვიათ, მოკლედ შეიძლება ამერია ხალხნო კი ანი ყიფშიძეო. ძალიან ღადაობა გოგოა. იქ მაღალი გოგოა ერთი სალსი, ისიც კარგად იმაშებოდა. ნუ ამ მერიემის ხალხო ჩემი საყვარელი ვიდეო მერიემმა რომ რაღაცა ტკბილეული ესროლა ზურგში ამ უშხვანებს. ну ეხა იქ რა თქვა და ძალიან სასაცილოა და კიდე ის ქერა ბიჭი რო იყო კარებში რო არ უშვებდა და რო ჭყლიტავდა მერიემ აი ჯერ რა მოაფიქრა ხალხო ხამე ამათ ეძინათ აუ მერიემი არის უსაყვარლესი რა გავაკეთ ამათ ხო ეძინათ ამ ცოლქმარს თუ ვინც არიან მოკლედ რა ცოლქმარია ეს სალომე და ეს ბიჭი რა ქვია მეორე ბიჭს მოკლედ და გუდ და გულის წასვლები. აუ გულის წასვლებით ძალიან მაგარი იყო. გითხრა და მოკლედ ეს მერიემი ხამე შუქია ჩამქრალი მივიდა ოთახში და რაღაცა ისინი ტკბილეული თუ რაღაცა საჭმელი ესროლასურგში და ეს გოგო ადგა ესე იყურებოდა რაღაცა მესროლაო და ეს მაგის ქმარიც ესე იყურებიან რომ აი მე რა მესროლა და მოკლედ ეგ ძალიან აი ჩემი ფავორიტი ვიდეოა კიდე ჩხუბის დროს ყვავილებს რო ყვავილებიან ვაზას რო გადაალეწავენ ერთმანეთს არ ვიცი ოღონდ მაგ პერსონაჟების სახელი და გვარები არ ვიცი და შოქში იყვნენ კიო და ნუ გული რო წაუვიდა კიდე მოკლედ ანუ ეს გულის წასვლებით ძალიან ნუ არ ვიცი შეიძლება მაგრამ ხალხო მართლა ცუდად იყო და მართლა წაუვიდა გული არ ვიცი ხა მაგაზე თავს ვერ დავუდებ მაგრამ თვითონ ის ესენი მივიდნენ და იქ დაუსხდნენ ეს ყვავილები ძალიან ეპიკური იყო გვანცა მარიამს მალხაზი მიცემო გაფრთხილებას მაგრამ რომ აღარ შესაძლებელია მომენტები მოგწონს ანუ შენ უშუალოდ ცუდი რა იყო თეო მაგაში ანუ გული წასული ქონდა მაგრამ ფეხებს აქნევდა ცუდად ოიმე არ არსებობს ხალხნო
მარიანი ანუ გული რო წავიდა ფეხებს მაინც აქნევდა ახონდ ეს გული ვისაც წავიდა თიკა მაგას რა ერქვა ჩემი მარიო ხო გული რო წავიდა რა ერქვა ხალხნო მაგას ძაღადაობა იყო მეც ვატყვევდი პატარაობაში დედაჭ ეგ ხალხი ეს გულის წასვლა რაში დაჭირდა ანუ და კიდე ძაღადაობა კიდე მოკლედ რაცა მარშრუტკა არის და მარშრუტკით მიდიან სადღაც თამარაო ხო და ეს მე მგონი ერთ-ერთი გამარჯვებულია ეს ანა და მარშრუტკით რომ მიდიან რაც მარი წავიდა მოკლედ მარშრუტკით მიდიან და თამარა აი მარშრუტკის ჭერი აიხადა იმდენს ჩხუბობდა და იმდენს ყვიროდა პროექტის მარშრუტკა იყო ეგ და აი მარშრუტკას რა ჭირს იცი ხახნო ეს ადამიანი ისე ყვირის და ისე ჩხუბობს აი მარშრუტკა ზანზარებს და ეს ჭერი ესე ნელ-ნელა იხდება კოსტა დაგინია რას და ნაბრუნეთ მარიამი პროექტი დაბრუნეთ ხალხნო მე მარიამისკენ ვარ ხო და არა მოკლედ წინა სეზონები არ ვიყურებია და ეხლა რა თქმა უნდა ვერ უყურებ ანუ სადღარი მაგის ნერვები უბრალოდ ძალიან ბევრი სასაცი ანუ მონაწილეები იყვნენ ძალიან ისეთი ღადაობები რა ანუ ძალიან საინტერესო მონაწილეები იყვნენ მე თუ მკითხავ ხა კიდე თავს მეგობრებო ეხლა თუ კიდე გარეთ გაჩვენებთ რა მაგრად თავს ვაიმე ეხლა გარეთ უნდა გაგიყვანოთ გაჩვენოთ რა მაგრად თავს იმიტომ რომ ნახეთ თბილისში თოვლი არ არის ხოლმე ძალიან იშვიათად თავს ძალიან უსამართლოდ წავიდა გეთანხმები ბაში ნახეთ როგორ წევს ხალხნო ვაიმე ადგა ნახეთ ხალხმა როგორ წევს ანუ ეს არ არის ხლა უსაყვარლესი არსება არ გადამრიოთ ხალხნო შეხედეთ ვაიმე ვაფრენ ეს მგონია რომ ისეთი საყვარელია რომ შოქში ვარ შეხედეთ ხალხნო რა საყვარელია აი ესე წევს ხოლმე ჩაფენილი ეს ამისი ჩოთქებია რა თქმა უნდა სავარცხლები აქვს ჩემზე მეტი იმიტომ რომ რა თქმა უნდა ხა ჩემზე მეტი უნდა შეხედეთ ალადი ვაიმე რა საყვარელი ხარ შვილო შეხედე შუჩია და ახლა გაჩვენებთ რა კარგად თოვს აი ძალიან მაგრად თოვს ცივიაედავთ ეს როთოს ჩანს ცივა მაგრამ აი ძალიან არა შვილო შენ არ გაიღვიძო შენ არ ადგე შვილო შენ არ გაიღვიძო ოღონდ მე რა საყვარელია ხალხმა ნუ რატო ადექი შვილო არ ადგე დიდოში ხო ხალხმა იცა საყვარელია თუ მე მიჩვენება შეხედეთ ანუ აი ესეთია ვაიმე ძალიან საყვარელია თუ მე მეჩვენება
შენი აზრითო ვინ იქნება აუთსაიდერიო? ჩემი აზრით ერთ-ერთი აუთსაიდერი ვაი მე ადგა ალადი ჩემი აზრით ერთ-ერთი აუთსაიდერი იქნება ვაი მე რა საყვარელია ხალხონა ჩემი აზრით ერთ-ერთი აუთსაიდერი იქნება ჯავახა ну არ ვიცი ჯავახაზე ჩაჭრები დიდი ხანია არის მაგრამ ძალიან ბევრჯერ გადარჩა ჯავახა ძალიან ბევრჯერ გადარჩა აუთსაიდერობას იმიტომ რომ მარიამი იყო ხოლმე მარიამს ვამდნენ აუთსაიდერად და ჯავახა ძალიან ბევრჯერ გადარჩა აუთსაიდერობას ვიფს და ვიხედავთ რომ მაგაზე ჩაჭრები იყო ხოლმე და ის იყო საოცარი და აღარ მადარდებს მართალი ხარ თიკა მეც აღარ მადარდებს და რა შეიძლება ტასოც მგონია ჯავახაც მგონია ნუ ახლა ჯავახას როდესაც მოუწევდა ხო აუთსაიდერობა და შესაძლებელია ლორენცოც იყოს კი ბატონო ტასო ლორენცო ჯავახა და ალბათ ტასო წავა თუ ეს სამეული დაჯდება ზუსტად ვერ გეტყვით მაგრამ ყოველ შემთხვევაში ლორენცო ჯავახა ტასო კი დიდი შანსია კი ბატონო ძალიან საყვარელია ხალხო შეხედეთ აი ესე მე იბანს პირს კი აი support Anastasия კი ვიცი კი ბატონო ნუ გავჩვენე გვაცა ვიყარხარ ობეც ვიყარხარ შენი აზრით ვინ იქნება აუთსაიდერი ხალხო ჩემი აზრით აუთსაიდერი იქნება ჯავახა და ტასო შესაძლებელია ლორენცოც და ლაშაზეც მგონია სხვათა შორის არ ვიცი ლაშას მოიტოვებენ ბოლოსკენ მაგრამ მიყვარხარ პასუხი შეგიძლია გამცე just მარ მეც მიყვარხარ მე ლაშა მგონია მესამეო ტასო რა ფერი ხალხო რატო არის ტასო აფერისტი just მარი მეც მიყვარხარ ამას კიდე იმას იბანს ასე თათებს ჩემი აზრით მუზები ასო მუზებს ვინ მისცემს ხალხო წითელ დროშას თავისავს არ დასვამენ ეგენი და ალბათ მარტო ლორენცო და ტასო არა ლორენცო არა ალბათ შეიძლება მარტო ანასტასია ვერ გეტყვით ლორენცო ტასო და ჯავახა ყველაზე რეალური ეგ არის კი მოიცა მეგობრებო აბას კომპიუტერი უშლის და ვერ წვება ეხლა საწულზე იმიტომ რომ კომპიუტერი უშლის
ესე იგი, კომპიუტერი ჩავრთო. Далец. მე არ ვიცი აი ეს ხდება ხალხო ჰაუსში ანასტასია უკეთებს მეიქაპს მუზას უფალო ესეთი უინტერესო რატო უნდა იყოს რეალიტი შოუ უკვე მარიამი არ არის ამიტომ ვერც ხდები რატო უნდა მოკლედ, არაფერი საინტერესო აღარ ხდება ხალხნო ჰაუსში გადავდეთ კომპიუტერი. თუ რამე საინტერესო მოხდება, რა თქმა უნდა, ვიდეოებზე მიგზავნით. იმიტომ რომ მე ვერ ვუყურებ სტრიმებს. გეუნები არც ანასტასია არის ანგელოზიო. ესე აწყობს, თუ არ ვიცი ხლა რა დადგეს, მაგრამ იდეა ხო და შესაბამისად თუ რამე საინტერესო ხდება რა თქმა უნდა ვიდეოებს მიგზავნით სხვანაირად მე ამ სტრიმებს ვერ ვუყურებ ეგ კი არა ეპიზოდის ყურებაც უკვე მეზარება ეპიზოდები რო არის ხოლმე ანუ რო შეკრებავენ ყველაზე საინტერესო დეტალებს მაგის ყურებაც მეზარება უკვე მაგასაც გადახვევებით ვუყურებ ამიტომ თუ რამე საინტერესოა ხახნო მიგზავნით მე თქვენ ჩაგდებულ ვიდეოებს ვუყურებ თუ თქვენ არ ჩამიგდეთ რაღაცაზე ვიდეოს იგი საინტერესო არის ხო თორე ხო ჩამიგდებდით ქრისტი ჩაგელიშვილი გამარჯობა Stargirl არ უტყდება. თიკა იყო მარიამის გულშემატკივარი და არ უტყდება. რა შე რა გიტყდება? Stargirl შე რა გიტყდება? ანა სვანაძე არა კასტინგზე არ ვიყავი მე რომ მორჩა ეს კასტინგები და რაღაცები მე დამიკავშირდნენ. ჰაში როგორ შედი კასტინგი არა დამიკავშირდნენ ინსტაგრამის მეშვეობით. ჩაულება შეუულია. მე მგონი მუსები არიან პატარა ჩიხუახვები ლელუსი რადგან ყველაფერს აკეთებენ რაცაც ხო ძალიან ისე არიან. ქრისტი ჩაგელიშვილი კარგად როგორ ხარ? ლიზი სარალიძე გამარჯობა. შესაძლებელია რა თქმა უნდა მარიამის ჰაუსში დაბრუნება რამდენად უნდა ხალხნო მარიამის ჰაუსში დაბრუნება მე არ ვიცი ჯავახარო ძალიან ენატრება ეგ ვიცი მაგრამ ჰაუსში დაბრუნება უნდა თუ არა წარმოდგენა არა მაქვს ვერ გეტყვით მე მაგალითად არასდროს არ დაუბრუნდებოდი ჰაუსში იმდენად ნეგატიური გარემო ხა გარედანაც რო უყურებ ძალიან ნეგატიურია და ეხლა მით უმეტეს პროფესიით ვინ ხარ გვანცა ანა პროფესიით ვარ ფინანსისტი და საგადასახადო მრჩეველი გადასახადების მიმართულებით ვარ კი 15 ან მეტი წელი მაქვს გამოცდილება ამ სფეროში. კი ვნახე.
ყალბი პროფილებით არა მე ხალხნო სიმართლე გითხრათ არც ერთი ყალბი აკაუნთი არ მაქვს იმიტომ რომ ჯერ უყურეთ Facebook-ი, Instagram-ი, Twitter-ი, Twitter-ი არა X-ი არის ახლა TikTok-ი დამემატა. TikTok-ი არის სულ რაღაცა ერთი თვეა რაც მაქვს TikTok-ი. ანუ house-დან გამოვედი მე გავხსენი, ანუ ერთი თვეა რაც მაქვს TikTok-ი სულ. რა ლამაზი თვალები გაქვსო, დიდი მადლობა. რაღაცა ტუტორიალით გავიკეთე ჩემი ჭკუით Smoke-ი, მაგრამ ტუშის წასმა დამავიწყდა. ანა ძალიან დიდი მადლობა. Twitter-ს ვერაფერი ვერ გავუგეო, გეტყვი Twitter-ი, იგივე X-ი არის ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადი საქართველოში, იმიტომ რომ საქართველოში გვიყვარს ძალიან ბევრი ლაპარაკი და ბევრი წერა და Twitter-ი, ანუ tweet, ხო, ანუ ასე თქვათ ნათქვამებს, tweet-ებს. ანუ tweet-ი არის მოკლედ ნათქვამი, ანუ tweet-ი რა არის, ჩიტირო ჭიკჭიკებს, ხო, ეგ არის tweet. ხო და შესაბამისად ქართველებს უყვართ იმდენი ლაპარაკი, ანუ ვეფხისტყაოსანშიც კი გვაქვს ეგ, რომ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირი ამად კარგიო, ხო და ამ დროს თვითონ ამ შოთა რუსთაველმა იმხელა უშველებელი პოემა დაწერა, რა ვიცი, გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო და თვითონ დაწერა უშველებელი პოემა, ხო? შესაბამისად კი ძალიან გვიყვარს ხუმრობები და სხვადასხვა გამონათქვამები, მაგრამ Twitter-ი არის უფრო აი მოკლე და ისეთ ნათქვამებზე რა გათვლილი. ანუ რაც არის ინფორმატიული, საჭირო და მოკლედ ნათქვამი და შესაბამისად ქართველებმა ვერ გაუგეს ამ. ლიზი სარალიძე, ძალიან დიდი მადლობა. ქართველებმა მაგიტო ვერ გაუგეს ხალხნო. Twitter-ს, იმიტომ რომ მოკლედ თქმა არიციან. აი, ეხლა კიდე შეამცირეს, მაგრამ თუ შემჩნეული გაქვთ, Facebook-ი არის საქართველოში ყველაზე ასე თქვათ, გავრცელებული და ძალიან დიდი ტექსტებია ხოლმე, ანუ სტატუსებად და ასე შემდეგ. და ჩემი აზრით, აი ეს პლატფორმა, X პლატფორმა ადრე Twitter-ი ერქვა და მე მასკმა რაც შეიძინა გახდა X-ი, ხო? ბევრად, ანუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, ბევრად უფრო კარგი პლატფორმა ყველა სხვა ქვეყანაში, მაგრამ საქართველოში ფეხი ვერ მოიკიდა. საქართველოში ყველაზე მეტად Facebook-ი და მე Facebook-ი ყველაზე ნაკლებად მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პოლიტიკა არის და Instagram-ის მომხმარებელი იმიტომ ვარ, რომ Instagram-ზე არის ყველაზე ნაკლები პოლიტიკა და არის ბევრად ისეთი გასართობი კონტენტი იდება და არ არის ხოლმე, ანუ Facebook-ზე არის ბევრი პოლიტიკა, ნიუსები, რაღაცა უფრო ნეგატიური ამბები, ეს მოკვდა, ის მოკვდა, ავარია მოხდა, იქ ცაჩა მოიქცა და ასე შემდეგ. და Instagram-ზე არის ხოლმე უფრო, რა ვიცი, ძაღლები, კატები, გაპრანჭული გოგოები, ლამაზი, ისინი რა ქვია, მეიქაპები და ასე შემდეგ. არ ვიცი, შეიძლება ალგორითმი მე მაგას ვთავაზობს, იმიტომ რომ მაგას ვუყურებ და მაგას ვალაიკებ ხოლმე. TikTok-ი ყველას ჯობოდა. TikTok-ს რაც შეეხება, TikTok-ი მაქვს ერთი თვეა სულ და რა ვიცი, რამდენი გამომწერი ვიყავს 5 თუ 6,000 ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე მგონა რომ ძალიან შინაურები არიან ეს ვიცარიან. თუმცა აქაც გამოხდება ხოლმე, ანუ TikTok-ის რა მიყვირს ახლა. ანუ აქაც, ანუ ბევრი გამომწერი არ ყავს და მგონია რომ ძალიან შინაურულად ვერთვები ხოლმე მოკლედ ამ ლაივებში და მგონია რომ სულ შინაურები არიან. ეს კი შემოდიან ხოლმე აი ძალიან უცნაური ხალხია TikTok-ზე. ანუ შემოდიან ხოლმე და ესეთ რაღაცას კითხულთან ბევრი. ანუ შეგახსენებთ რომ არის 21 საუკუნე, 2026 წელია ხალხნო და ყველა, რა ვიცი, მთელი პლანეტა შეთანხმდა ამ რაღაც მარტივ ჭეშმარიტებებზე და მაინც ქართველი TikTok-ერის იუზერი წერს ამას. შენ რა უფლება გაქვს რომ ლაპარაკობ? ვაჩე, ნუ ნერვიულობ, არ იტყვება, ხუმრობდა და შენ ხოჭკვიანი ბიჭი ხარ, ამიტომ ნუ დაუჯერებ. ხო და მაინც ქართველი იუზერი დაჯდება, არეზარება და წერს კომენტარს.
ვინ რატო ლაპარაკობ შენ ვინ გეკითხება აზრს რო გამოთქვამ რა უფლება გაქვს ანუ ამ ადამიანებს ხახნო გონიათ რომ ლაპარაკის უფლება უნდა მოიპოვონ ანუ ამ ადამიანებთან ამ კატეგორიის ადამიანებთან ჯერ კიდევ არ მივიდა ის ინფორმაცია რომ რაზეც უნდა იმაზე ილაპარაკებენ ხვდებით ხო ანუ ჯერ სად ვართ რა სიტყვის თავი რა ანუ ამად გონიათ რომ რაღაცა თემაზე რო ილაპარაკო გჭირდება ამისთვის უფლება წარმოუდგენელია Stargell ადამიანობა არ უნდა დაკარგო პროექტი დასრულდება და ერთმანეთს თვალებში შეხედვა არ უნდა შეგწყვეტ Stargell ადამიანობა უკვე ვინც დაკარგა იმას მე არც თვალებში შევხედავ არც აქედან შევხედავ არც იქიდან შევხედავ არ ხარ შვილო არავისთან ვალდებული რომ ადგე და ვიღაცას უყურო იმის გამო რომ შენ არა, იქ მოცემულობა უნდა მიიღო, რომ მაგალითად არის ადამიანი, რომელსაც ზულს ქალები, არის ადამიანი, რომელსაც ზულხარ. რაც არ უნდა ილუზიებში ცხოვრდა, რაც არ უნდა იძახო, რომ ვაიმე ადამიანობა არ დაკარგო, არა, შენ რო არ დაკარგო ადამიანობა, უკვე დაკარგულ ადამიანობიანი, ადამიანი შეგხვდება, რომელიც მაგალითად მოგდგება და ბონდუსავით მოიქცევა. ამიტომ შენ რაც არ უნდა ადამიანობა არ დაკარგო და შენ რაც არ უნდა კარგად მოიქცე, შეიძლება მეორე მხარეს კომუნიკაციის ურთიერთობა ხორხრივია. მეორე მხარეს იდგეს ბონდო მაგალითად, რომელსაც არანაირი ადამიანობა არ გააჩნია, კი არ დაკარგა. არც ქონდა არასდროს სავარაუდოდ. ამიტომ Stargell შენ რაც არ უნდა ეცადო, ბონდო რო შეგხვდება, ბონდო იქნება მაინც ბონდო. ანას ფანაძე ჩემი ჰობი არის ცურვა, ცეკვა, მოგზაურობა მუსიკის მოსმენაც ძალიან მიყვარს ბასასის დაჩოთქვა ანუ დავარცხნა და მაგასთან ერთად ესე ბასასი ჩემი კატა არის ქრისტი ჩაგელიშვილი მიყვარხარ მეც მიყვარხარ ძალიან მიყვარს მზე ზღვა აუზი კიდე მიყვარს ბარჯიში ეხლა ბარჯიში უნდა დავიწყო ხალხნო არს ტკივა არ აწუხებს არაო რა არს ტკივა ზაფხული მიყვარს ძალიან კი მარი როდის ნახე მიპასუხე პლიზო მარი გუშინ არ მინახე იმიტომ რომ ოჯახის წევრებთან ერთად იყო და ვაცად ეხლა რომ მე რო გამოვედი ჰაუსიდან აი მე როგორ ვიყავი აი ესე მქონდა კორტიზოლი საყურე რომ მიკეთია ანუ საყურე და განახოთ ეხლა საყურე რომ მიკეთია ხახრო საერთოდ არ არის მტკივნეული მივეჩვიე უკვე რამოდენიმე წელია მაქვს და ძალიან მომწონს და არა არ მტკივა საერთოდ ვერც კი ვგრძნობ მე ზოგადად ესეთი საყურეა სხვათა შორის ეხლა გამოსაცვლელია და დავდივარ ანსამბლის მოცეკვავე ვარ ანას ფანაძე ძალიან მაგარია ანსამბლის მოცეკვავე ვარ რომელ ანსამბლში ცეკვა ანა თიკა ძალიან მოგხდება ცხვირზე პრესინგიო ჩემი აზრით არა არ მე სხვაზეც არ მომწონს რაღაცა მგონია რომ დანსერ
დანსერ კი ბატონო დაუწერა, იმიტომ რომ დატროლა და იღადავა და თქვენ ხალხო ვიღაცა რო გტროლავთ, თქვენ მოიკრიბეთ ძალღუნე რომ არ დაიტროლოთ თავები, ხალხო იხუმრა. ქუთაისში ცხოვრობდა ჩემს უბანშია სტუდიაო, რა მაგარია. ქუთაისში ახლა როგორი ამინდია, თოვს? აქ თბილისში ძალიან კარგი თოვლიანი ამინდი გვაქვს. მეგობრებო, ახლა უნდა წავიდე ნელ-ნელა, ძალიან კარგი იყო თქვენთან საუბარი, რომ წერდა დაეწერა რუს კლიკერები მაინც აქვს, რა თქმა უნდა. რამზე გამოვიდა. ახლა აქაც მალე გამოვა მზე, იმიტომ რომ თოვლის მერე მზე გამოვა ხოლმე, მე აიჭყლაპება ყველაფერი. დრო ნელა გადიოდა რამით გავერთო ლაივს რო ველოდებოდი. აი ვეთიკა რა საყვარელი ხარ. ეხა მე ნელ-ნელა უნდა დავიწყო ან თამაში ვიღებო ან რაღაცა გავაკეთო ხალხო მივხედო ჩემ თავს. ხო და მე აუცილებლად დამაფოლებ აუცილებლად მეც ესე გავერთობი ერთად შევუტიოთ. გავერთობით ხო არა მე ჰაუსი ვყევსო აღარ მაინტერესებს ვერ უყურებ ვერც მარტო ვიდეოებს რასაც მიყრით მაგას უყურებ всё მეც დავდივარ ცეკვაზეო ხალხო მეც ხარ შევიდე ცეკვაზე რა ხან ყველა დადი ხარ ძალიან საყვარელი ხარო ნატალი ძალიან დიდი მადლობა ვაჟაზე ვასფიქრობ ლაჟაზე კაი არაფერს არ წახვიდი არ დაგწევ მე კიდე შემოვალ კაცო აბა რას ვიზავ აბა თქვენ იცით მეგობრებო